მე მინდა დღეს მაინც მისამძიმრებით დავიწყო, იცით რომ ავღანეთიდან ჩამოასვენეს ის მეომრები, რომლებიც აიმ ტერაქტს შეეწირნენ და მინდა მათ ოჯახებსაც და მთელ ქართულ საზოგადოებას მიუსამძიმრო ეს ტრაგიკული აქტი და იმედი გამოვთქვათ იმისა, რომ ეს გახშირებული მსხვერპლი არ გადაიქცევა პრაქტიკად და რაღაც უსაფრთხოების ზომები ბევრად უფრო მეტად იქნება დაცული, იმიტომ რომ ავღანეთში მისია და ამ მისიაში ჩვენი მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისათვის, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული იმ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომლებიც საქართველოს სახელით ამ ძალიან მნიშვნელოვან მისიაში მონაწილეობენ. ეს მინდოდა მე თქვა დასაწყისში. რაც შეეხება იმ ვითარებას და ჩვენს დამოკიდებულებას, რომელიც დღესდღეობით არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. მე ამის თაობაზე წამოვიღე თქვენთვის ის დოკუმენტი, რომელიც 2 დღეს წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენ ოფიციალური ახალი მემარჯვენეების შეფასების დოკუმენტი, ახალი ხელისუფლების 7 თვე საით მიდის საქართველო. თქვენ შეგიძლიათ, ვისაც ამის სურვილი გექნებათ, რომ ამ დოკუმენტს გაეცნოთ და ჩვენ აი ამ 7 თვის თავზე, როდესაც უკვე ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ოფიციალურად მუშაობა, შეუდგა საქმიანობას მათ მიერ დაკომპლექტებული მთავრობა და პარლამენტი, რომელიც იქნა 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული. ბუნებრივია, არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის ამ დარბაზშიც, ამ ფორმატშიც, რომ ჩვენ პირველ თვეებში არ გქონია ეს დამოკიდებულება, რომ დაუყოვნებლივ მოგვეთხოვა პასუხები ხელისუფლებისათვის ყველა სფეროზე, ყველა მიმართულებაზე, მაგრამ უკვე 7 თვე არის ის დრო, ის ვადა, როდესაც მთელ რიგ სტრატეგიულ მიმართულებებში აუცილებელია, რომ ხელისუფლების კურსი, ხელისუფლების გეზი, ხელისუფლების მიმართულება იგრძნობოდეს. ჩვენთვის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლო მიმართულებები გახლავთ აი ამ დოკუმენტის თანახმად 3 მიმართულება. ეს არის ეკონომიკური მიმართულება, ეს არის საგარეო მიმართულება და უსაფრთხოების საკითხები და ეს გახლავთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ბალანსის თემა. ამ 3 მიმართულებას ეძღვნება სწორედ აღნიშნული დოკუმენტი და მე რაკიღა ეს დოკუმენტი აქ არის, ძალიან ვრცლად ამის თაობაზე აღარ ვისაუბრებ, ძალიან მოკლედ გეტყვით ჩვენს დამოკიდებულებას, რომ ეკონომიკის სფეროში რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ყველაფერი ნორმალურად არის და ყველაფერი კარგად არის და რომ პირველ წელს პრობლემები იქნება და მეორე და მესამე და მეოთხე წელს უკვე ხელშესახები შედეგები გვექნება, აი ასეთი, ასე ვთქვათ, არგუმენტაცია აქვს ხელისუფლებას, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრს საზოგადოებისათვის, ეს არ არის არანაირად დამაკმაყოფილებელი არგუმენტაცია, იმიტომ რომ პირველი ასე ვთქვათ, ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმული ჯერჯერობით არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ რაიმე ხელშესახები ნოვაცია, ხელშესახების სიახლე ბიზნესთან, ეკონომიკასთან ურთიერთობის საკითხში ახალმა ხელისუფლებამ გადადგა. არადა ეკონომიკის სფერო არის ის სფერო, რომელიც რეალურად საჭიროებდა ძალიან სერიოზულ სიახლეებს წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული ბიზნეს ტერორისა თუ მთელი რიგი ეკონომიკური მიმართულებების არასწორად წარმართვის პირობებში, რომ რაღაც რადიკალურად და კარდინალურად შეცვლილიყო. წინა საარჩევნოდ ჩვენ ამ მიმართულებით მრავალი დაპირება ვნახეთ. ეს დაპირებები იყო წმინდა წყლის მემარჯვენე დაპირებები და ბევრ დაპირებას, რომელიც ასე ვთქვათ, გამოითქმოდა მართველი დღეს უკვე მართველი კოალიციის მიერ წინა საარჩევნო პერიოდში, ჩვენ ვეთანხმებოდით, ძალიან გავდა ეს დაპირებები იმას, რაც ჩვენს წინა საარჩევნო პროგრამაში იყო და ბუნებრივია, პოლიტიკური ძალები რაღაცაში ემთხვევიან ერთმანეთს, რაღაცაში არ ემთხვევიან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ის, რაც ბიზნესის მიმართულებით უნდა გაკეთებულიყო. ჩვენ მივიღეთ ახალი ხელისუფლება, რომელიც დღეს გვეუბნება, რომ ის ირჩევს მკვეთრად მემარცხენე გზას, მკვეთრად მემარცხენე მიმართულებას, რომელიც სრულიად უგულებელყოფს იმ დაპირებებს, რომლებიც წინა საარჩევნო პერიოდში იყო ბიზნესის კუთხით გაცემული და ჩვენ ვსვამთ შეკითხვას. თუ არა ბიზნესის განვითარება, თუ არა ბიზნესისათვის ხელის შეწყობა, თუ არა მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება ბიზნესში, მაგალითად დეკრიმინალიზაცია, რომელსაც ჩვენ წინა ხელისუფლების პირობებში
ვითხოვდით გამუდმებით, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ მივაღწიეთ და ბიზნეს ტერორი იყო ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებდა წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესს. ბიზნეს ტერორი დღეს აღარ არის, ესეც უნდა აღინიშნოს, მაგრამ სამწუხაროდ არის ძალიან დიდი ნიჰილიზმი ბიზნესში გაჩენილი და მე შეგახსენებ თავად პრემიერ-მინისტრმა, როდესაც უსაყვედურა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ თქვენ ხართ პასიურები და არ აქტიურობთ. არა და ბიზნესს ყოველთვის აქვს საფუძველი იმისა, როდესაც აქტიურობს, ანუ ის გრძნობს, რომ მისთვის იქნება ხელსაყრელი პირობები და მისი აქტივობისთვის, ინვესტირებისთვის ძალიან კარგი გარემოა შექმნილი და ის ყოველთვის იყენებს ამას და როდესაც ბიზნესის მხრიდან არ მოდის აქტივობა, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა. რატომ არ არის ბიზნესი აქტიური, რატომ არ ხდება რეინვესტიცია, რატომ არ ხდება ახალი ინვესტიციების მოზიდვა და შესაბამისად, რატომ არ ხდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. იმიტომ რომ დასაქმების პრობლემა საქართველოში იყო და რჩება ყველაზე გადაუწყვეტელ მთავარ პრობლემად ჩვენი მოსახლეობისა და ახალი ხელისუფლების პირობებში ძალიან დიდი იყო მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით რაღაცა სერიოზულად შეიცვლებოდა. ეს არის ერთი თემა და მე ისიც მინდა გითხრათ, რომ მემარცხენე ხედვებით, თქვათ იგივე, რაც შრომის კანონთა კოდექსთან დაკავშირებით იქნა გაცხადებული ხელისუფლების მხრიდან, რომ ცალმხრივად დაიწყო დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა, რაშიც ცუდს ვერაფერს ვერ ხედავთ, რა თქმა უნდა, დაბალანსებული უნდა იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ გამოუგნებლად არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება გამოვლინდა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა მიერ ბიზნესისადმი, რაც ძალიან შემაშფოთებელი სიგნალია და ეს შემაშფოთებელი სიგნალი სამწუხაროდ მიიღო ბიზნესმა ისე როგორც უნდა მიიღო და გაიგო ისე როგორც უნდა გაეგო. აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია იმისთვის, რომ საერთოდ დასაქმებულები არსებობდნენ და მათ უფლებებზე ზრუნვისთვის საფუძველი ჰქონდეს, რომ ჯერ მოგვარდეს დასაქმების პრობლემა. ბიზნესს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა, ეკონომიკა წინ მიდიოდეს, მატება იყოს ამ თვალსაზრისით და სამუშაო ადგილები რეალურად ჩნდებოდეს და არა ვირტუალურად. საგარეო სფეროში მე ძალიან მოკლედ მე ხედავ, რომ თქვენ შეკითხვა გაქვთ, მაგრამ აი ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბებ. ძალიან სერიოზული ბუნდოვანება არის ამ მიმართულებით. ჩვენ არ ვეკუთვნით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც მოჭრილად ვამბობთ, რომ აი დამთავრდა დასავლური ორიენტაციის კურსი საქართველოში და ჩვენ უკვე ღრმად პრორუსული ორიენტაციის კურსის მიმდევრები აღმოვჩნდით, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება ამ მიმართულებით, რომ რატომ არ არის გამოკვეთილი აქტივობა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ორიენტაციის თვალსაზრისით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქტივობა იყოს. რაღაცა ვიზიტებისადმი უცნაური დამოკიდებულება აღმოაჩნდა ჩვენს ახალ ხელისუფლებას და კერძოდ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ვიზიტებიც პოლიტიკის ძალიან სერიოზული ნაწილია და ამ დროს ძალიან სერიოზული განაცხადები, ეგრეთ წოდებული მესიჯები, გზავნილები კეთდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზე უარი არავის არ უთქვამს და მე არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ მაინც და მაინც ამ მიმართულებით უარი. იგივე ის რაღაცა ტრაგიკული წამოწდენა, შეცდომა თუ რაღაც რაც აი ამ კოსოვოსთან დაკავშირებით იყო. ესეც მიანიშნებს იმას, რომ ამ გუნდში არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი სტრატეგიული ხედვა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. მე ამ შემთხვევაში პრემიერს, რომელიც თვითონ ამბობს, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, მას არ აინტერესებდა პოლიტიკა, შეიძლება იმდენი ვერ უსაყვედურო, რამდენიც უნდა უსაყვედურო ასეთ შემთხვევაში, მაგალითად მის გუნდს, რომელიც უნდა ამზადებდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხედვას, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო წამოწდენა, ეს იყო საზოგადოებრივ სეგმენტზე გათვლილი და საზოგადოებრივ ურთიერთობებზე გათვლილი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ეგრეთ წოდებული მაგალითი, кейსი მთელ მსოფლიოში, კოსოვოს მაგალითი, რომელიც ჩვენთვის იმთავითვე იყო მიუღებელი, იმთავითვე გავემიჯნეთ და რაც მთავარია, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, პროგრესული საზოგადოება არ აიგივებს ჩვენ შემთხვევასა და კოსოვოსა და სერბეთის შემთხვევას ერთმანეთთან და ჩვენ რატომ მოგვინდა, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ, ეს ნიშნავს ძალიან ანდიდ მოუმზადებელს
დაუმზადებლობას, არასერიოზულ დამოკიდებულებას საგარეო ორიენტაციის საკითხებისადმი, ან რაღაცა ძალიან ცუდს. მე არ მიყვარს შეთქმულების თეორიებზე ლაპარაკი, მაგრამ რაღაცას ბუნდოვანს, რაღაცას გაურკვეველს. ჩვენ ბევრად უფრო გააზრებული ნაბიჯები გადავდგით, გააზრებული რა თვალსაზრისით, რომ აი ეს კურსი არის მნიშვნელოვანი ახალი ხელისუფლებისთვის, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ჩემთვის პირადად აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ასეთ ნაბიჯებს ჩვენ ვერ ხედავთ გადადგმულს საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით დასავლურ სტრუქტურებში ორიენტაციის. ერთადერთი იმედი არის დარჩენილი ევროკავშირის სამიტი, რომელიც იმედი გვაქვს, რომ აი იმ რაღაცა ამდენი ხნის ინერციიდან გამომდინარე მივა ბოლომდე, მაგრამ ეს არ იქნება სამწუხაროდ ჩვენი დამსახურება და ეს იქნება იმ რაღაცა დაწყებული პროცესის ალბათ მნიშვნელოვანი აკორდი, იმედი მინდა ვიქონიო, რომ ასე იქნება და ჩვენ რაღაც ახალ საფეხურზე გადავალთ თუ კი ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გარდა პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისა, რომელიც ცხადია, ჩვენთვის არის ხელჩასაჭიდი დოკუმენტი, რომ ამ მიმართულებაზე უარი არ გვითქვამს, ჩვენ არ გადაგვიდგამს. არადა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საერთაშორისო საზოგადოება არის ცოცხალი ორგანიზმი და ცოცხალი მექანიზმებით მუშაობენ ისინი, ხომ? ისინი ახალი ხელისუფლებისგან განსაკუთრებით და ყველა ახალი ხელისუფლებისგან, მარტო დღევანდელისგან არა, დებიან სწორედ პოლიტიკურ განაცხადებს, პოლიტიკურ გზავნილებს იმისათვის, რომ მერე მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჩამოყალიბდეს და ჩვენ ვაგვიანებთ ძალიან, ან ძალიან მოუქნელები ვართ ამ მიმართულებით პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაში და ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ჩვენს ქვეყანას. და მესამე, პოლიტიკური ბალანსის და დემოკრატიის საკითხები საქართველოში. ჩვენ ყოველთვის ჰქონდა წინა ხელისუფლების მიმართ პრეტენზია, რომ ეს იყო ერთ კაცზე სუპერ საპრეზიდენტო მმართველობის მოდელზე აგებული მმართველობა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და პატარა ჯგუფი განაგებდა და წვეთდა ყველა საკითხს და ჩვენ დღეს პოლიტიკური ბალანსის თვალსაზრისით მაინც და მაინც კარგი და გამოსწორებული სიტუაცია არ აგვაქვს ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ დღეს გვაქვს ასევე ერთ ადამიანზე აწყობილი სისტემა, ამ შემთხვევაში უკვე პრემიერზე, ეს არის ჯერჯერობით დე ფაქტო აწყობილი სისტემა, დე იურეთ გაფორმდება უკვე საშემოდგომო არჩევნების შემდგომ, იმიტომ რომ მერე შედის ის მოდელი ძალაში, რომელიც ყველა შეფასებით, ჩვენი შეფასებით, იმ პოლიტიკური ძალების შეფასებით, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში და მმართველ კოალიციაში არიან, იყო მიუღებელი სწორედ იმის გამო, რომ იყო ბალანსი ძალიან სერიოზულად დარღვეული უკვე პრეზიდენტისაგან პრემიერ-მინისტრის ფუნქციებში გადმოტანილი მთელი ძალაუფლებით და ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მე მგონი ძალიან ცოტას ფიქრობს დღევანდელი ხელისუფლება იმაზეც, რომ შემოდგომის არჩევნების შემდგომ არა მარტო აი ეს მოდელი იცვლება, იქ იცვლება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობაც და უფრო მაღალი კვორუმით იქნება ამის გაკეთება შესაძლებელი, რაც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას შეუძლებელს გახდის შემდგომ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩვენ ის დაპირება, რომელიც ბატონმა უსუფაშვილმა გვითხრა ამ რამოდენიმე დღის წინ, რომ იქნებ მერეჯობდეს გადატანა საკონსტიტუციო ცვლილებებისა, ფართომასშტაბიანი ცვლილებებისა, ცოტა სახიფათოა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება პროცესი გადავიტანოთ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ უბრალოდ ვეღარ შევძლოთ განხორციელება საკონსტიტუციო ცვლილებებისა. ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი, შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია, ამაზე არაერთხელ გაიცა დაპირება და დროულად არჩევნებამდე სულ რაღაცა რამოდენიმე თვეა დარჩენილი. ხა ძალიან ცოტა არ არის დარჩენილი, მაგრამ არ ძალიან ბევრი არ არის დარჩენილი, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისათვის ნამდვილად ცოტა დროა დარჩენილი, ნამდვილად ცოტა არის ეს დრო და ამიტომ თუ დროულად არ გადაიდგა ამ მიმართულებით ნაბიჯები, ჩვენ რაღაცა ისევ მოჯადოებულ წრეზე მოგვიწევს სამწუხაროდ წასვლა და ეს იქნება ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან ცუდი კიდევ ერთი ახალი პრეცედენტი და ეს ხაზს გადაუსვამს იმ ძალიან მნიშვნელოვან და კარგ პოზიტივს, რაც ყველა შეფასებით 1 ოქტომბერს მოხდა მშვიდობიანი ცვლილება ხელისუფლებისა, იმიტომ რომ იმ ცვლილებამ, მშვიდობიანმა ცვლილებამ უნდა ჩაუყაროს საფუძველი ძალიან ბევრ პოზიტიურ ცვლილებას ქვეყანაში სწორედ დემოკრატიული ბალანსის თვალსაზრისით და ეს არის საფუძვლიანი, ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი ჩვენი თვალთახედვით. აი ეს არის ის შეფასებები, შევეცადე მაქსიმალურად მოკლედ, მაგრამ ალბათ თქვენ კიდევ გექნებათ შეკითხვები. კანდიდატთან დაკავშირებით დღეს
ქრისტიან დემოკრატებმა და ასევე თავის ხელისუფლების ლიდერებმა თქვეს, რომ ყველა არასაპარლამენტო პარტიებთან მიზის მოლაპარაკებები და საჭიროა რომ შეჯერდნენ ერთ კანდიდატზე, რომ მარგველაშვილს პირველ ტურში არა მეორე ტურში მაინც მოუგონ. თქვენთან რამდენად გქონდათ მათ შეხვედრა და გეგმოთ თუ არა რომ იყოს საუბარი და რომელიმე კანდიდატი ხوار გამოიკვეთა უკვე არასაპარლამენტო მე მინდა გითხრათ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ჩვენ გარკვეულ საკითხებზე კონსულტაციები გვაქვს, ეს შეეხება იგივე საკონსტიტუციო საკითხებს, შეეხება საარჩევნო საკითხებს, მაგრამ პირადად ჩვენ ახალ მემარჯვენეებს არანაირი კონსულტაცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გქონია არავისთან. რა თქმა უნდა, ჩვენ შიგნით პარტიის შიგნით მსჯელობთ ამ საკითხებზე. პარტიის გარეთ ქონდა გარკვეული კონსულტაციები, ოღონდ ეს არ იყო არანაირად პოლიტიკურ სპექტრთან დაკავშირებული, ეს ურთიერთობები დღესაც გრძელდება იმ ადამიანებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელთა პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათი ხედვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვაყენებთ საკითხს ასე. და აი ეს მესამე თემა, პოლიტიკური ბალანსის თვალსაზრისით, სწორედ არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატებზე ლაპარაკს წინ უსწრებდეს ვის ვირჩევთ. ვის ვირჩევთ, რა ფუნქციებით ვირჩევთ. ეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ, ხომ? დღეს ისეთი მოდელი გვაქვს უკვე, გარდამავალი მოდელი რაღაც საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ, ოღონდ ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. არც ის ვიცით ბოლომდე გარკვევით საკონსტიტუციო ცვლილებები თუ განხორციელდება, ეს იქნება ისევ პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი თუ ეს იქნება პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი. მე ვთქვი ასეთი ფრაზა, რომ ელემენტარულად იმისათვის, რომ დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და კანდიდატებზე მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ, ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს თუ ვირჩევთ ბიძინა ივანიშვილის რჩეულს. ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას შესთავაზა მისი პიროვნული არჩევანი, პირადი რჩეული, რომელსაც დაეთანხმა მისი კოალიცია ქართული ოცნება. მაგრამ ჩვენ არ ვიცით იგივე თუნდაც მათი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში რა ფუნქციის შემსრულებელი იქნება. ამიტომ მე როცა მეკითხებიან მარგველაშვილზე აზრს და პოზიციას, მე ყოველთვის მიჯნა. ერთია, მე ვიცნობ ამ ადამიანს ძალიან დიდი ხანია და რაღაცები და ბევრი სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობ, დადებითი შემიძლია ვთქვა და ბევრი მისი პოზიცია ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო და ამ ხრივ უარყოფითი შემიძლია ვთქვა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე მარგველაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა იქნება, ის მოახერხებს თუ არა იმას, რაც სასიცოცხლოდ ჭირდება ჩვენს ქვეყანას. მოახერხებს თუ არა, რომ ითამაშოს როგორც არბიტრმა, შეასრულოს ის ფუნქცია პოლიტიკურ კრიზისში და აი ამ როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა არის დომინანტი მმართველი, ამ შემთხვევაში პარლამენტშიც მისი უმრავლესობაა და პრეზიდენტიც მისი იყოს და მას არანაირი ფუნქციები არ ქონდეს, ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად ერთმართველ მოდელს ისევ და წყალს გავატანთ და გავაყოლებთ 1 ოქტომბრის არჩევანს. იცით რა, საერთოდ ერთიან კანდიდატზე ლაპარაკი მე ცოტა ძნელად წარმომიდგენია, გამომდინარე იქედან, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უპირველეს ყოვლისა არის ძალიან სომხმხედველობრივი არჩევანიც, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ პრეზიდენტის პოსტი ყველა სხვა დამაბალანსებელ ფუნქციასთან ერთად ძალიან შევიწროებულ ფუნქციებშიც კი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით გარკვეულ ფუნქციებს მოიცავს, მათ შორის იმ მოდელშიც, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს და ხვალ სავარაუდოდ ექნება ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში შენთვის, როგორც პოლიტიკური ძალისათვის, პიროვნებისათვის მისაღები იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური პერსონის, ასე ვთქვათ, თავარი მსოფლმხედველობრივი ღირებულებები და მიმართულებები. მე არ მგონია, რომ მხოლოდ იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიო ვიღაცას, ამისთვის აირჩიო ვინმე ერთი, მიუხედავად მისი მსოფლმხედველობისა და მხოლოდ თოჯინად აქციო ეს არჩევანი და არანაირად ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავერთოთ საკონსტიტუციო ცვლილებებში აქტიურად და მოვითხოვთ, როგორ გითხრათ, ეხა კატეგორიულად მოვითხოვ, მკაცრად მოვითხოვთ საქმიანად ძალიან გულშემატკივრის პოზიციიდან, დიალოგის სურვილით, მოლაპარაკებების სურვილით, რომ დროულად დავიწყოთ ამაზე მსჯელობა. თორემ სხვა შემთხვევაში მაპატიეთ რა ძალიან არასერიოზული და ზედაპირული გამოდის საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო კანდიდატებზე ლაპარაკი
რომ ერთიან კანდიდატი მშეულობს. ვაი მე არ ვიცი რა განაცხადი. არ მაინტერესებს არც პაატა მე ხო გითხარით რომ ჩვენ ჯერჯერობით ამ თემაზე არავისთან არ გაგვიმართავს კონსულტაციები და არავის სხვისი მოსაზრება ამ შემთხვევაში ჩემთვის ყველას აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის უფლება. ჩემთვის ამ შემთხვევაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანი არ არის, ჩემთვის გადამწყვეტად და ჩემი პოლიტიკური ძალისთვის, ახალი მემარჯვენეებისთვის მნიშვნელოვანია ვის ვირჩევთ, რა ფუნქციით ვირჩევთ და რა მნიშვნელობა ექნება ამ არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. ჩვენი აზრით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მე თქვენც მოგიწოდებთ რომ პირდაპირ რომ გადავეშვით ამ საპრეზიდენტო მე ისიც გამიკვირდა თავად ქართულმა ოცნებამ რატო დაასახელა ასე ადრე კანდიდატი მე ვფიქრობ ჯობდა რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაგვეწყო რეალურად მსჯელობა თქვენ იცით რომ ჯერ მარტში უნდა დაწყებულიყო ეს მსჯელობა მერე გადაიდო ეხა ითქვა რომ მაისში აუცილებლად დაიწყება, მაგრამ მაისიც ილევა და ჯერჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯები არ არის გადადგმული. არა და კიდევ ვიმეორებ, მინიმუმ 2 თვე ჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, მერე გარკვეული პროცედურების დაცვას და ელემენტარულად კონსენსუსის მიღწევას, ხო, ამ საკითხებზე. ასე რომ, თქვენც მოგიწოდებთ, რომ ამ ხრივ დასვით უფრო მეტი შეკითხვა ამ საკითხებზე, ვიდრე კონკრეტულად კანდიდატებზე და ვინ ვის ელაპარაკება, ძალიან იოლად ლაპარაკობენ ხოლმე ამ თემებზე და მე მირჩევნია, რომ ამ თემებზე უფრო სერიოზულად ვილაპარაკოთ, უფრო არგუმენტირებულად ვილაპარაკოთ, უფრო პასუხისმგებლობით ახსავსე გადაწყვეტილებები იქნას ამ შემთხვევაში მიღებული და ამ პასუხისმგებლობას განაპირობებს სწორედ ის, რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ. არის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა ქვეყანაში მოხდეს ლაგანდების საპარლამენტო არჩევნები. იცით 1 ოქტომბრიდან მოყოლებული დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი. ზოგი ვარაუდობდა რომ თავიდან მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ამას, მერე მიხეილ სააკაშვილის უფლებები როცა შეიკვეცა, უკვე დაიწყო ლაპარაკი რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს ამას. მე ამ წუთში ამის გადაუდებელ აუცილებლობას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მაქვს განცდა რომ რაღაცა პოზიტიური ბალანსის გაჩენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში დღევანდელ პირობებში. ხა ის რომ ბუნებრივია პარლამენტს გარეთ არის ბევრი პოლიტიკური ძალა დარჩენილი, მათ შორის ჩვენ და ჩვენ რა თქმა უნდა ვთვლით რომ პოლარიზებული არჩევნები არ ასახავს იმ განწყობას, რომელიც რეალურად არის საზოგადოებაში და დღეს უკვე ძალიან ცხადად იგრძნობა ეს ყველაფერი. ამის ძალიან ცხად და გადაუდებელ აუცილებლობას ვერ ვგრძნობ, რა თქმა უნდა ჩვენთვის კარგი იქნებოდა და მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ უფრო მალე მოგვეცეს ამის შესაძლებლობა, მაგრამ იგივე ის შესაძლებლობა, რომელიც პარტიებს გვეძლევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ესეც საყოველთაო არჩევნებია, თქვენ იცით, მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, აქაც ძალიან სერიოზული ბუნდოვანება გვაქვს და პარტიები ამ არჩევნებისთვისაც სერიოზულად ვაპირებთ რომ მოვემზადოთ, მაგრამ ჩვენ 1 წლით ადრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ასევე არ ვიცით რა ტიპის არჩევნებს ჩავატარებთ, იმიტომ რომ მიმდინარეობს თვითმმართველობის რეფორმა, რომელსაც ასევე სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და ჯერჯერობით არც ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩანს და თუ ეს გადავა შემოდგომისკენ, დამერწმუნეთ, რომ შემოდგომიდან გაზაფხულამდე ძალიან ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ ერთის მხრივ მოესწროს აი უკვე თვითმმართველობის რეფორმა კონსტიტუციის ცვლილებების თვალსაზრისით, ახალი ტერიტორიული ადმინისტრაციული მოწყობაზე გამოდის, რომ უნდა გადავიდეთ და შესაბამისად პარტიებს არ აქვთ არანაირი მზაობის შესაძლებლობა, იმიტომ რომ თუ არ იცი რა ტიპის არჩევნებში მონაწილეობ, რა წილი იქნება მაჟორიტარული, რა წილი იქნება პროპორციული, სოფელი იქნება პირველი დონე, მხარე იქნება თუ რაიონი იქნება, ჯერჯერობით ეს ყველაფერი არის მხოლოდ მოსაზრებების დონეზე და ესეც ძალიან დიდ და სერიოზულ პრობლემას აჩენს. ანუ ჯერჯერობით მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატები აინტერესებს მედიას და მეტი. არა, ჩვენ როგორც გითხარით, საკონსტიტუციო და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილთან, მნიშვნელოვან ნაწილთან, მაგრამ რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს, საპრეზიდენტო არჩევნებს, ჩვენ ამის თაობაზე ჯერჯერობით არავისთან არანაირი კონსულტაცია. გარდა იმ ადამიანებისა, როგორც გითხარით, საზოგადოების წარმომადგენლებისა, რომლებიც ჩვენს გულშემატკივრებად, ჩვენს ასე ვთქვათ, თანამოაზრეებად, მეტნაკლებად მიგვაჩნია, მათთან, რა თქმა უნდა, გარკვეული საუბრები გვაქვს და მომავალშიც გავაგრძელებთ ამას.
არა, რატო უნდა ვთქვათ, რომ არაფერი არ შეიცვლება? ამის დეკლარირებული დაპირება არის და მოდი თქვენც მოგიწოდებთ, ყველა პარტიას მოუწოდებ, რომ ამაზე ვიმუშაოთ აქტიურად. ანუ ყველა ამბობს, რომ არა აქვს ამას მნიშვნელობა. მე ასე არ ვიცი, იმიტომ რომ იმ კონსულტაციებში, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ყველანი ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, სწორედ ხო, მაგრამ კიდევ ამბობ, უნდა უსწრებდეს ამ მსჯელობას აუცილებლად და ასე ვთქვათ, კანდიდატების ცვენას მე ვიტყოდი, უნდა უსწრებდეს საკონსტიტუციო რეფორმაზე ლაპარაკი. ეს უფრო საქმიანი, ეს უფრო პასუხისმგებლობით წავსაზე იქნება. იცით, ეხლა ესეთ დილემას მიყენებთ, იმიტომ რომ მე შესაძლოა ამაზე ვფიქრობდე, მაგრამ ვფიქრობდე, რომ აგვისტოში, როცა გამოცხადდება საპრეზიდენტო მარათონი, მაშინ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს არავის არ აუკრძალავს. ამის თაობაზე მე როგორც გითხარი, ჩვენ ფიქრობთ ცხადია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თუ პოლიტიკოს აქვს პასუხისმგებლობა, თუ პოლიტიკოს თამაშისთვის არ ჭირდება მხოლოდ არ ჭირდება ტელევიზიაში კომენტარებისათვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და სჭირდება რაიმე უფრო სერიოზული განზრახვისთვის, ამ სერიოზული განზრახვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ვიცოდეთ, ვის რა უფლებებით და რა ფუნქციით ვირჩევთ. დიდი მადლობა. დან არ მოხსნიდნენ, ეს არის ყველაზე პატარა ლოტი სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ შედეგი იქნება დადებითი, იმიტომ რომ მათ აქვს შეთავაზებული ყველაზე დაბალი თანხა და აქედან ჩემი მეუღლე მიიღებს არა წილს, არამედ ხელფასს. ეს მინდა რომ გცოდნოდათ და ადრე ერთ პირთან მოლაპარაკების მიზნით, ამ პირდაპირი გადაცემის მიზნით, თქვენ გახსოვთ რამდენი შემთხვევა იყო, როდესაც ერთლარად ჩუქნიდნენ უამრავ ქონებას ხოლმე. აქ იყო კითხვის ნიშნები. კარგია რომ დაისვა, კარგია რომ გაირკვა, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ოჯახის წევრები იწყებენ მუშაობას სახელმწიფო სამსახურში, ეს არის ნეპოტიზმი. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ოჯახის წევრები სადღაცა იგებენ კერძო სტრუქტურაში, მაშინ ეს არის კორუფცია. მაშინ უნდა სამოქალაქო აქტივობა ჩვენ საერთოდ დავასრულოთ, რასაც არ ვაპირებთ ნამდვილად. პირიქით მადლობა. მოგესალმებით, თავიდანვე გეტყვით ძალიან მოკლედ, რომ პირველად ქართულ პოლიტიკაში შეიძლება ასე ითქვას, 17 მედია საშუალებამ ჩაატარა ერთგვარი გამოკითხვა წინაშე საარჩევნო ჩუალედურ არჩევნებისთვის.